ისე ვთქვათ 15 წლიანი რეპეტიტორობის პროდუქტი პატარა, იმიტომ რომ აქ მქონდა ასეთი ტრადიცია გვაქვს, ვინც საუკეთესო რაღაცა გარკვეული ნიშნულზე მაყურებელს მიიღებდა ეროვნულ გამოცდებზე, ის ადამიანები ეკვრებოდნენ საშუალებას იწერებოდა მათ სახელით და არც ერთი აბსოლუტურად ხდება ისეთი ვარსკვლავი ამბი, არც ერთი მომიხსნია ყველა ვარსკვლავის ადგილზე. მე აქ ვეღარ დავეტიეთ და იქ ზემოთ გადავედით, ჭაღიც გარშემოთ და მოკლედ აი ესეთი ექსპანსიას ვეძებთ ნელ-ნელა ფართობებით. და ეს ვარსკვლავები ის გახსნა, ჩემი ყოველწლიურად გვაქვს ვარსკვლავების გახსნის რიტუალი, ცერემონია და იმდენად საინტერესო არის ეს და იმდენად მაყურებელი არის ჩემი მოსწავლეებისთვის, რომ მახსოვს, რომ რიკავენ, რომ მაღალი ქულავი ხე, ან სტუდენტი გავხდი, ან გრანტი ავიღე, ან რაღაც ამას კი არ მეუბნებოდნენ. მას მაღალი ქულავი ხე, ჩემი ვარსკვლავი მოამზადეთ და ეს ჩემი მოსწავლებისთვის იყო ერთ-ერთი დამატებითი სტიმული, ასე ვთქვათ, გარე სტიმული, რომ უდოდათ მათი სახელი დაუყოფილი ყოფილიყო აი ამ ვარსკვლავების სახით. რაღაცა პატარა ისტორია გამგვივიდა. იქ არის ერთი ზემოთ არის გაკრული საწოლის თავთან, ისე რომ სპეციალურად გააკრავე თვალს რო გაახელები, რომ ჩემს სახელმწიფო დაინახო. ერთმა კიდე აი შემოსასვლელში დააკრა, მას დავარქვით ავით აღმაშენებლის კომპლექსი, რომ ვინც შემოდის ყველამ უნდა გადაუვაროს ფეხით ერთი ვარსკვლავი აქ არის შემოსასვლელში, მოკლედ აი ეს ვარსკვლავი თვითონ მოულოდენ ამანებს. ანუ სადაც უნდა მოემზადებიან და სადაც უნდა გაეკრას ეს ვარსკვლავები თვითონ არჩევდნენ ამანებს. ხო? ზურა არ არის? ხო, ანუ мотивация ის კი არა, რომ ეს იყო დამაწელე. ის კი არა, რომ მომეჭლე, ის კი არა, კელია, ვარსკვლავი იყო. ანუ თავარი იყო ჩემს ანტრესოლზე მიკრული იყო მათი ვარსკვლავი. ავიდა ვეხმარებოდი ამაში. რომელ სფეროში გრძნობთ თავს კომფორტულად? კომფორტულად გრძნობ თავს ახალგაზრდებთან ურთიერთობაში, სტუდენტებთან, მოსწავლეებთან, აუდიტორიასთან. აი ძალიან კარგად გრძნობ თავს. და ძალიან მიჭირს ურთიერთობა რაღაცა კონფრონტაციულ გარემოში არ მიყვარს ხშირად ვცდილობ რომ არ ჩავიგდო თავი რაღაცას კონფლიქტურ სიტუაციებში აუდიტორია და სტუდენტებთან ახალგაზრდებთან მუშაობა ეს ჩემი სტიქია არის და ყველაზე კარგად მაქვს. როგორ მოვიდა იდეა საკვირაო სკოლის? საკვირაო სკოლის იდეა ეს გახლავთ მთელი ჩემი აი ამ პედაგოგიური გამოცდილების, მთელი ჩემი რეპეტიტორობის გამოცდილების რაღაცა ისე ვთქვათ გვირგვინია, იმიტომ რომ რა არის იცით, აი რეპეტიტორობა ადამიანს პროფესიულად არ განვითარებს და ეს გამოცდილება შეცადე გარდამექმნა ანუ სწავლების მეთოდიკაში მემუშავა და ამით ყოფილიყო საინტერესო ჩემთვის ეს სფერო, იმიტომ რომ პროფესიულად ვერ ვითარდები ის რაც არის ანუ ერთი და იგივე თემა და ეს უნდა იმუშაო, ამაზე უნდა იმუშაო აბიტურიენტებთან, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თვითონ ფორმა. ანუ არა ის თუ რას ვასწავლი, არამედ ის თუ როგორ ვასწავლი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო ექსპერიმენტი ჩავატარე და ფაქტობრივად ეს ჩემი მოსწავლეები იყვნენ ამ ჩემი ექსპერიმენტის ესენი ობიექტები და როგორ იყო იცით ან ყველა აი ამ ახალი გამოცდილების მერე რაღაცა სიახლე რო შემქონდა ექსპერიმენტული იმაში სწავლის პროცესში მე სულ განვიცდიდი ბრალის განცდას წინათაობის ბავშვებისად იმათთან რო ეს გამეკეთებინა ხო სულ სხვა იქნებოდა და აი წელს ვასრულებ და განცდა მაქვს ესეთი რომ აუ რა ხო ყველაფერი გავაკეთე რაც შემეცნ რისი დახმარება შემეძლო ეს ყველაფერი ხო გავაკეთე მაგრამ აი ეს ზაფხული მიდის მე სულ გადააზრება ახალ სასწავლო წელს რო ვიწყებ უკვე ახალი სასწავლო წელი იწყება აუცილებლად შემაქვს რაღაცა სიახლეები იმიტომ რომ უკვე ხვდები რომ კი თითქოს კარგად გავაკეთე მაგრამ იქ რაღაცა ბოლომდე ვთქვათ ისე ვერ იყო რაღაცა უკმარობის განცდა ყოველთვის მაგ და მე მგონია რომ შესაძ ადამიანს არა მხოლოდ მასწავლებლებს ნებისმიერ სფეროში როდესაც პროფესიონალიზმის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინდიკატორი ალბათ ეს არის რომ მაშინ ვითარდები როდესაც რაღაცა შენი გაკეთებული ხარ უკმაყოფილო და ეს მაძლევდა ამ
ეს გამოცდილება, რომელიც ამ წლებმა დამიგროვა და დამანახა მე როგორც რეპეტიტორი რაზე მუშაობდი, ანუ რაზე მიწევდა მუშაობა ჩემს მოსწავლეებთან, ამან დამანახა რა ხდებოდა სკოლაში. ანუ როგორ უჭირდა სკოლას გარკვეული მიმართულებებით და შევეცადე რომ ამ ყველაფრისთვის გამეკეთებინა კლასიფიკაცია, რაშიც სკოლას უჭირს და ეს საკვირაო სკოლა იყო ფაქტობრივად ამისი შევსება. ანუ შევეცადე რომ გამეკეთებინა ის, რასაც სკოლა ვერ აკეთებს. ხალხის ტრიბუნა, სადაც თითოეული საზრი ისმის. და იმ შემთხვევაში შენ იქნები ჩვენთვის მისაღები. ანუ ამ ორივე საზოგადოების ხმა, გადაცემა, სადაც სიჩუმე აღარ მოქმედებს. ეს კვლევების მიხედვით ბოლო ათეულში ვართ და ჩვენ არ ვშიშობთ კითხვებს, ჩვენ ვეძებთ პასუხებს. ყოველ ორშაბათს 22 საათზე საზოგადოების ხმა YouTube არხზე, სოციუმის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, დღეს 15 სექტემბერია, საღამოს 22 საათი YouTube არხზე უყურებთ სოციუმს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. და ძალიან მიხარია რომ შენს არხში მოვხვდები რაღაც საინტერესო რამებს ელაპარაკეთ. მე ძალიან მიხარია და 5 წლის შემდეგ ძალიან ბევრი სათვალე დაგიგროვდა. დღეს ვისაუბრებთ განათლების სისტემაზე. და პირველი კითხვა მაქვს ასეთი, მოგწონთ თუ არა დღევანდელი სასკოლო პროგრამა? დღევანდელი სასკოლო პროგრამა შეუძლებელია რომ ვინმეს მოეწონოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა არის ზოგადად სკოლაში და ამას ადასტურებს ყველა კვლევა. აბსოლუტურად ყველა კვლევა, რაც არის ჩატარებული, ცხოვრული კვლევებიც, ადგილობრივი კვლევებიც და შეიარაღებული თვალით არ ჭირდება იმას, რაც ხდება დღეს განათლების სისტემაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად იმ ადამიანებმა, ვისაც რაღაცა ტიპის შეხება გვაქვს ბავშვებთან, მათ სამუშაო გარემოსთან და ჩაგვიხედია საერთოდ სახელმძღვანელოებში ან რაღაცა ფორმით კონტაქტი გქონია ამ საგანმანათლებლო სისტემასთან, ყველა ადამიანმა იცის, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის, რაც დღეს ხდება სკოლებში. ამაზე უარესი ისიც კი არ არის, საერთოდ რო არ არსებობდეს სავალდებულო განათლების სისტემა, იმიტომ რომ ასეთ პირობებში ადამიანები თვითონ მოისურვებდნენ, რომ მიიღოთ განათლება, მშობლები თვითონ ისურვებდნენ შვილების განათლებაზე და უკეთეს შედეგი დაიდებოდა, ვიდრე გვაქვს დღეს, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტური უშედეგობა. აბსოლუტური უშედეგობა, ბავშვებმა წერა-კითხვა არ იციან. ფაქტობრივად აი სადღაც წერა-კითხვა არ იციან, ლაპარაკობ პირდაპირ გაგებით, ესე იგი ერთი არის, როდესაც კითხვის პრობლემაზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ადამიანმა ამოიკითხა ტექსტი და იქიდან შინაარსი ვერ გაიგო, ვერ გააშინაარსა. ეგ უფრო მაღალი ლეველია, აქ უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ფაქტობრივად პირდაპირ გაგებით ტექსტის ამოკითხვის პრობლემა აქვს. შინაარსი მე წავიკითხე, რომ 173 ადგილზე ვართ, მე მგონი შინაარსი. პიზას კვლევების მიხედვით ბოლო ათეულში ვართ და ყველა მორიგი კვლევის მერე 5 ერთეულით იკლებს ხოლმე ჩვენი შედეგები და ახლა ამაზე ვარესი. ფაქტობრივად შეუძლებელია, ასე რომ ვთქვათ, რომ აი ნებისმიერი ადამიანს რო კითხოთ, რომ აი განათლებზე იცით რა არის თვითონ ის ადამიანებიც, ვინც განათლების სისტემაში მუშაობენ, ისინიც კი აღიარებენ, რომ საშინაარსი შედეგი გქონდა. მე ხო რაღაც არის, იცით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ აი ეს მუდმივად ამ რეგულაციებზე ვართ ორიენტირებული, საერთოდ პოსტსაბჭოთა საზოგადოებებს ახასიათებს რეგულაციებზე. ხო, იცით, აი გრძალოს მოთხოვნა საზოგადოებაში, ცხადახად, აი ეს უნდა იცით რა არის ისა გვაქვს პრობლემა, რომ აი გრძალოს, რომ ვამბობთ, ასე გგონია, რომ ესე იგი თქმა, რომ აი გრძალოს, რომ აკრძალა, ის უკვე აღარ იქნება. ის გვაუწყდება, რომ აკრძალული ხილი არის ყველაზე ადამიანისთვის ყველაზე მომნოსხველი და ყოველთვის იქნება. კვილი ხანცა.
არა, უბრალოდ ის რაც გიგრძელავენ ის გინდება, ხო? ზუსტად. ხო და ეს აკრძალვებზე ორიენტირებული კულტურა არის ზოგადად პრობლემა. მე მგონია რომ ჯობს რომ პირიქით ეს რეგულაციები უნდა მოიხსნას და ის მოთხოვნები რაც დღეს რეგულაციების დაუცილებლის კატეგორიაში არის ის მოთხოვნები უნდა იყოს სასურველის კატეგორიაში უნდა გადავიდეს, ანუ შეთავაზების ფორმატი უნდა მიცეს განათლების სისტემამ და ზოგადად მე მგონია რომ განათლების სამინისტროს საერთოდ არ არის საჭირო, იმიტომ რომ რა მოთხოვნებსაც ისინი აყენებენ, რასაც აკეთებენ, ყველაფერი არის მავნებლობა. ის სახელმძღვანელოები, რომლებიც განათლების სამინისტროს კრიფებით გაიცემა, არის მავნებლური. აი ხა თუ ვინმე დაინტერესდება ლალისთან პავაზე 9 სექტემბრის გადაცემაში მაქვს ერთ-ერთი სახელმძღვანელო გარჩეული ძალიან გამოცდილ და საინტერესო პედაგოგთან ერთად პირველი კლასის სახელმძღვანელო გავარჩიეთ უყუროს ადამიანებმა და ნაყოდებენ იქიდან გააკეთოთ დასკვნები თუ რა გვჭირს ეს არის აბსოლუტური როგორ რა გითხრათ აი სიტყვები რაღაცა ისეთ სიტყვებს შეიძლება გადავიდეთ რომელიც არ მინდა რომ გამოვიყენო იმიტომ რომ არის სახელმძღვანელოები რომლებიც ერთმანეთთან ინტეგრირებული არ არის აი რო სისტემა ხო იმას ნიშნავს რომ განათლების სისტემა რო რაღაცას გთავაზობს ის არის შეჯერებული სხვადასხვა საგანთან იქ არის შეჯერებული ბავშვის ინტელექტუალური ფსიქოემოციური განვითარება მისი პიროვნული უნარები სკოლა ხო ის არ არის მხოლოდ უმთავრობის დაბულა ასწავლოს არა იქ პიროვნების ფორმირება ხდება და ეს სქემში ანუ ეროვნულ გეგმაში პირდაპირ არის დაწერილი, მაგრამ რაც ეროვნულ გეგმაში არის დაწერილი, კაცობრიობის თქვა ცუდი კი არც არაფერი არ არის, მაგრამ ეს არის უბრალოდ საფრთხეებები, რომლის უკანაც არანაირი შინაარსი არდებს, აი უბრალოდ გვინდა რომ ეს იყოს, ესე იგი ერთი არის როცა გაქვს მიზანი, ანუ რა არის გაწერილი აქა და მეორე არის როცა შენ იქვე უთითებ მეთოდებს. ხო თუ როგორ უნდა მიაღწიო ამ მიზანს და ეს მიზანი და ეს მეთოდები აბსოლუტურად თემაში არის ერთმანეთთან და ამას ყველა დაინახავს. ხო საგნები ახსენ წერა რომ ერთმანეთს არ ემთხვევა რომელიც საგნები არ ემთხვევა კი არა ინტეგრაცია არ ხდება ანუ აი ბავშვებს მაგალითად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს როცა გადიან ბავშვებს არ აქვთ კავშირის განცდა აი იმ თემებს აი თქვათ საბუნებისმეტყველო ქიმია ფიზიკა ბიოლოგია ხო მაგრამ ბავშვები ვერ აცნობიერებენ რომ ადამიანის ქიმიური მოცემულობა იმიტომ რომ გონიათ რომ ის იქრჩება სადღაც მასში მენდელევის დაბულის დონეზე და ეს არ გადმოდის თქვათ ცოცხალ ორგანიზმებში აი ეს ორგანულ და არაორგანულ ბუნებას შორის კავშირი რომ ის რომ ადამიანის სხეული ატომებისგან შედგება, ანუ გონიათ რომ ატომს რო ახსენებ, ის ატომი ხო ნუ ფიზიკის სფეროა, ბიოლოგიაში რა უნდა, ხო? ასე აქვს მოაზრებული. ანუ აბსოლუტური დისკრეტული ცოდნები არის, რაღაცა ესეთი კატალოგიზირებული ცოდნები, რომელიც სადღაც არის გადანაწილებული, გონების რომელიღაცა რაღაც უჯრებში ინახება, მაგრამ ეს არ არის ცოცხალი პროცესი, სწავლის პროცესი არ არის ცოცხალი პროცესი. აი ბავშვები ხშირად სვამენ კითხვას და მასწავლებლები ბრაზდებიან ხოლმე, რომ აი ბავშვი რო იკითხავს, აი რატო სწავლობ ამას, რაში მჭირდება, ხო? ეს არის ყველაზე რაციონალური კითხვა, რაც ადამიანმა უნდა დასვას, ხო? როცა სწავლობს, იმას გააზრებული უნდა ქონდეს, რატო სწავლობს და რაში ჭირდება ის, რასაც აკეთებს, ხო, რასაც სწავლობს და სამწუხაროდ ამ კითხვებზე ბავშვებს პასუხი არ აქვს, ამიტომაც არის, რომ ეს ცოდნის პროცესი უკვე ხდება ძალადობა ბავშვებზე. მათ არანაირი სურვილი არ აქვთ იმისი, რაც არ ჭირდებათ ისეთი რამე ისწავლონ და თავარი კიდე რაც არის, რომ აი ეს ადამიანების ყოველდღიურობა აცდენილია იმისაგან, რასაც ასწავლიან. ან შეიძლება არ არის აცდენილი, მაგრამ დანახული არ არის იმ ყოველდღიურობაში იმ სასწავლო მასალის საჭიროებები, ხო? ანუ ამაზე ძალიან ბევრი არის საფიქრი და ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცოდნის მიღების პროცესში, იცით რა არის? ცოდნა უნდა
ცოდნის მიღების პროცესი, ცოდნა რომ გარდაიქმნას განათლებად ძალიან ბევრი რამ უნდა მოხდეს. ერთი რომ ცოდნის განათლებად გარდაქმნას ჭირდება ადამიანის შინაგანი ცნობის მოყვარეობის გამოწვევა. ადამიანს უნდა ქონდეს ამისი სურვილი და მთელი თავისი არსებით უნდა ისწრაფვოდეს აქეთკენ, რომ უნდოდეს ეს გააკეთოს და დღეს მე რა კვლევაც არ უნდა ჩაატაროთ, იშვიათად ნახავთ, რომ ბავშვს წასვლა უხარია. თუ კი ეს არ უხარია და ემოციურად არ არის ჩართული, იქ მასშტაბის პრობლემაც ხო არ არის? ყველაფრის აბსოლუტურად ყველა კუთხეში არის პრობლემა. მასწავლებლის პრობლემაც არის, თუმცა არიან კარგი მასწავლებლები. სახელმძღვანელოების პრობლემაც არის, თუმცა არის კარგი სახელმძღვანელო მართალი გითხრათ, ყოფილად არ მინახავს, მაგრამ რაღაც ნაწილები შეიძლება რომ თქვა, ხო? მაგრამ აქ ყველაზე დიდი პრობლემა არის დამოკიდებულებები. ესე იგი, ერთი რომ ცოდნა, რასაც ვიღებ, მის უნდა მეჭირდებოდეს და უნდა ვხედავდე, რომ ყოველდღიურობაში ან სადღაც არის ამისი გამოყენების არეალი. მეორე, რომ მე ამასთან უნდა მქონდეს ემოციური დამოკიდებულება, უნდა მსიამოვნებდეს მე ეს პროცესი და მე უნდა ვგრძნობდე პიროვნულ ზრდას. ანუ ეს და ამასთან ერთად მე უნდა მყავდეს თანამოაზრეები, ჩემი კლასელების და მასწავლებლის, სკოლის ადმინისტრაციის სახით. აი თუ ასეთი თანამშრომლური სიტუაცია არ შეიქმნა, ხო, და აი მე რა ეცე ვისაუბრე, აბსოლუტურად ყველა რგოლში არის პრობლემა. ამიტომაც არის. როგორია განსხვავება თქვენ დამოკიდებულება კერძო სკოლებსა და საჯარო სკოლებს შორის? კერძო სკოლებსა და საჯარო სკოლებს შორის განსხვავება არის კანონის მიხედვით 25%-ში. კერძო სკოლები ზუსტად ისევე არიან დარეგულირებული, როგორც საჯარო სკოლები. მეთაც არ შეუძლია 25%-ში შეუძლიათ რაღაცა თავისი ელემენტები შეიტანონ, მაგრამ თან რა არის იცით, კერძო სკოლებიც არის განსაზღვრული იმითი, რომ ეროვნული გამოცდების პროგრამა რაც დევს, ფაქტობრივად ეს არის ორიენტირი სკოლებისთვის, რომ სკოლამ უნდა დაძლევს ის, რომ ბავშვი მომწადოს ერთ-ერთი ფუნქცია სკოლის ეგ არის, ხო? რომ აი ეს უნივერსიტეტსა და სკოლას შორის რომ ნაპრალი არ იყოს, ეროვნული გამოცდებისთვის უნდა იყოს ბავშვი მზად, ხო? სკოლიდან გამომდინარე, აქედან გამომდინარე ეს უკვე დადებული არის რა რაღაცა მოთხოვნა, ასე ვთქვათ და ვერ გადადის კერძო სკოლებიც კი აი ამ მოთხოვნებიდან, ხო? მეორე უფლებაც არ აქვს, ანუ როგორც გითხარი 25%-ის იქეთ ვერ გადის. ერთადერთი კერძო სკოლებსში რა უპირატესობაც არის, ეს არის მოსწავლების რაოდენობა არის შედარებით მცირე საჯარო სკოლებთან მიმართებაში და ბავშვის ფიზიკური უსაფრთხოება არის. თავისი ფორმებით, უსაფრთხოების ზომებით, ფორმაში რაც გულისხმობ? სკოლის ფორმა. სკოლის ფორმასაც მიმაჩნია. უნდა იყოს თუ არა სკოლის ფორმა? რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ არ იყოს. ძირითადად, როდესაც სკოლის ფორმის საჭიროებებზე ვსაუბრობ, ძირითადად აქვთ არგუმენტად ის, რომ სოციალური განსხვავებები რო არ ჩანდეს, მაგრამ მე საბჭოთა სკოლა გამივლია და მეცვა ფორმა და ვიცი თუ სიტყვაზე ვერწყდები თუ არა და ჰქონდათ ჩვენ გასახლებები, ხო, რაღაცა წინსაფრები, ყველაზე ისეთი უგემოვნო შეხამება, ყავისფერი კაბები და შავი წინსაფრები, რაღაცა საშინელ ბიჭებს ლურჯი პიჯაკები და შარლები და რაღაცა ესეთი ამ სიმუქეში და სიშავეში ვიყავით, ხო, თეთრი საყელოები გვეკეთან. აი, თავისუფლებას გვიხუტავენ, არა? პირდაპირ შეზღუდვა ადამიანის თავისუფლების. მე პირადად ვეკუთვნი ადამიანების იმ კატეგორიას, რომელსაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის თუ რა მაცვია. აი, სხვანაირად ვიქცევ და ჩემი თავიც მაქვს დაჭერილი მაშინ, რომ სხვადასხვა ტიპის დასაცმელში სხვანაირად ვიქცევ და ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ადამიანები დასაცმელს არჩევენ იქედან გამომდინარე თუ რა საჭიროებებია და რა გარემოში ხდებიან და ამ დასაცვლით ამ შინი გარეგნული იმიჯი
იმიჯით გავლენას ახდენ საკუთარ თავზეც და გარშემომყოფებზეც, ხო? და ბავშვებს ამისი კულტურის ჩამოყალიბების საშუალება არ აქვთ, როდესაც აი ასეთი ერთფეროვანია ეს და თუ კი იმას დაუბრუნდები, რომ როცა საუბრობენ, რომ აი ეს სოციალური განსხვავება არ გამოჩნდება, თუ კი რამეში სოციალური განსხვავება ჩანს, აი ამ ერთგვაროვნებაში. მახსოვს, რომ ჩემს მეგობარს ჰქონდა რაღაცა, აი ხო ასეთი ჩაშავებულები ვიყავით და წისაფრები იყო, რაღაცა სხვანაირად ჰქონდა გვერისტი გაკეთებული და ეს გვერისტი ყირო და ის უკვე სტატუსს აჩვენებდა. ან კიდე მახსოვს, რომ ბიგის კალმები რო ეხა ყოველდღიურობაში რო გვექცა ყვითელი კალმები, მესხოვრების შვილებს ჰქონდათ ეს, იმიტომ რომ მამებს ჩამოქონდათ და ძალიან დეფიციტი იყო ყველაფრის და ის კალმი რო ეჭირა უკვე სტატუსი იყო. ანუ სტატუსი აბსოლუტურად ყველგან გამოჩნდება და ეს უთანაბრობა ყველგან დაირღვევა, თუმცა დღეს ისეთი განსხვავება აღარ არის, თუ კი გემოვნებით ჩაიცვა ბრენდები შეგეშალოს კიდეც რაღაცა და რა ვიცი 1000 ის არის. აი ყოველთვის შეიძლება რომ აი ეს შენი თქვათ ორიგინალობით და თქვათ რაღაცა შეხამებით ან გემოვნების დახვეწით და აი ამ სტილისა და გარემოს შესაბამის. ამიტომ არის რომ ძალიან ბევრი მარიცის როგორ უნდა ჩაიცო და სად რა ჩაიცოს, იმიტომ რომ თუ სულებდი იგივე უნდა გეთოს უკვე ეჩვევი ამას, ხო? ამიტომ ეს შარიცი არა ჩაიცა დახეული ჯინსებით მიდიან ხანდახან რაღაცა მაიკებით რომელიც არ შესაბამება სიტუაციას ხო, ამიტომაც ეს ბავშვობიდან ხდება მისი ფორმირება და ადამიანები უნდა ეჩვეოდეს ამას, რომ ანუ იცით რა არის თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ფორმა. მიშელ ფუკუ არის ასეთი ფრანგი ფილოსოფოსი 60-იან წლებში აქვს ძალიან საინტერესო სტატია დაწერილი. შედარებული აქვს ციხე ფსიქიატრული კლინიკა და სკოლა ერთმანეთთან. აბსოლუტურად ერთი და იგივე ეთიკეტი დიზაინია. როგორ ახო თერეფანი აქედან ოთახები ნახეთ, ყველგან ხო ეს სისტემა არის. მერე ირეკება ზარი და ისინი გეუბნებიან, როდის უნდა წახვიდე. როდის უნდა დაისვენო, როდის უნდა ჭამო, გაკვეთილი როდის იწყება, როდის თავდება ამას სხვა გარდნახობს, ისევე როგორც აი ციხეში გიშვებენ რაღაცა სეირნოხოს დროს გაწარდა იმაში. თუ არა, რა თქმა უნდა არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა არ უნდა იყოს. აბსოლუტურად სხვა რამე უნდა იყოს. და დრესკოდი იქაც ხო? კი. ესნაირი ფორმებით ესე კახციხეში, სკოლაშიც ხო? ეს არის ზუსტად ის სიგნალები, რითაც ადამიანს ვაჩვევთ უბრალოდ მორჩილებას და რაღაცა აი ამ ერთგვაროვნების და ნაცრისფერ იმაში ვაქცევთ. და თუ კი ადამიანი თავისუფალი არ არის, იქ შემოქმედიც არ არის, შემოქმედება ვერ მოხდება არა თავისუფლებაში ხო? და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ ვართ ეპოქაში, სადაც აბსოლუტურად ყველაფერში ჩაგვანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი ერთის გარდა. ეს არის შემოქმედებითობა და აი ამ შემოქმედებითობას და თავისუფლებას ვკლავთ. ნუ შემოქმედებითობა თავისუფლების გარეშე არ იქნება. და არ ვიცი, ძალიან ბევრი არგუმენტის მოტანა შეიძლება, მაგრამ მაჩერები გრძნობ აგერ, რომ აი რატო არ უნდა იყოს უნიფორმები სკოლაში. გონიათ არა, რომ მასწავლებლების მომზადება და мотиваცია საკმარისია? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მას არიან ღმერთის ყველა ეპოქაში იყვნენ, საბჭოთა პერიოდშიც იყვნენ მართლა მასწავლებლები, რომლებმაც კულტურა მოიტანეს აქამდე. მე ვთვლი, რომ ყველა სკოლაში 10% არის მასწავლებელი, საუკეთესო შემთხვევაში. 90% არ არის მასწავლებელი და არც უნდა მასწავლებლობა, უბრალოდ მასწავლებელი კი არ არის და უბრალოდ მუშაობს მასწავლებლად. იმიტომ რომ მასწავლებლობა ის არ არის, რომ რაღაცა ჯერ ამისი პრობლემაც არის, კომპეტენციების პრობლემაც არის, ამას ყველა გამოცდის შედეგები აჩვენებს, ხო? და გარდა ამისა, მასწავლებლობა სჭირდება ძალიან დიდი პიროვნული უნარები. მასწავლებლობა სჭირდება ეპოქის ფილოსოფიური ხედვის უნარი, მასწავლებელი არის გამტარი, მედიატორი არის, ხო?
კულტურას, ცოდნასა და ბავშვს შორის ხო იმან უნდა გადასცეს ეს და აქ თუ მასწავლებელი თავად არ არის მოასროვნე, მარტო ის კი რო საგანი იცის, უბრალოდ დამრიგებლობის როლი მოირგოს. მოასროვნე, არავის არ ჭირდება დამრიგებლობა. არა, უბრალოდ შენი არსებობით შენ უნდა იყო მაგალითი ნიმუში, იმიტომ რომ ბავშვები ყოველთვის არიან წამხედვარები, იმიტომ რომ ორი დიდი თეორია ეჯახება ერთმანეთს, ხო? პლატონის რო ადამიანი რაღაცა თანშობილი იდეებით იბადება და მეორე ეს არის ლოკის, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი არის სუფთა დაფა, ხო, რომ რა გარემოშიც მოაქცევ და რასაც დაწერ მას, ზუსტად ისახება მასე, ხო? და აი ამ ორ თითქოს დაპირისპირებული პარადიგმის კონტექსტში უნდა მოახერხო, რომ ორივე მიდგომა უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა აუდიტორიაში და საკლასო ოთახში. ანუ რა, ერთი რომ უნდა იცოდე, რომ იმან შენგან რაღაცა უნდა ისწავლოს, შენ მასზე წერ, შენი ერთი წარბის აწევით, შენი სხეულის ენით, შენი დამოკიდებულებით, ავით შეიძლება ერთი ფრაზით მთელი ნეირონები ჩაუწყვიტო და განვითარების სურვილი დაუკარგო, ხო? და ამავდროულად შენ უნდა შეგეძლოს, როგორც პლატონის თეორია ამბობს, იმუნარების დანახვა, რაც მასში არის და იმისი გახვევება და იმისი ამოტანას ეტაპერზე, ხო? და ეს არის ძალიან დიდი უნარი, აი, რასაც მოძღვარი კარგი სიტყვა, მასწავლებელი არის ზუსტად ის ცოდნის გადაცემა და მოძღვარი არის მხოლოდ ცოდნა კი არა, გაცხოვრებს იმ ცოდნაში, ხო? აი, ამითი არსებობს. ეს ცოდნის მიღების პროცესი არის შენი ცხოვრების წესი იმავდროულად. ჩვენ ხანდახან და ხო ყველაზე დიდი შეცდომა სად უშვებთ, იცი, როცა გვინდა რომ ბავშვი მოვამზადოთ რაღაცა ცხოვრებისთვის, ნუ ამაზე უფრო სასაცილო, ალბათ არაფერი არ შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ რისთვის ამზადებ, ჩვენ ვინ იცის რა იქნება 20 წლის შემდეგ და ის მასწავლებელი თავის ცხოვრება ვერ გაურკვევია და გონზე არ არის იმან რომ უნდა მოვამზადოს 20 წლის მერე ანუ ბავშვი რომელიც სკოლაში შედის ის ასპარეზზე გადის 20 წელიწადში ხო 20 თუ 25 წლის უკან არავინ არ იცოდა Google-ის სისტემის არის Facebook, Instagram არ არსებობდა და მისი გაზარო ტელეფონი და ფოტოს გადაიღებდი და პირდაპირ ეთერში გახვიდოდი ხო და წარმოიდგინეთ თქვენ რომ ის ადამიანები, რომლებიც თითქოს და მომავლისთვის ამზადებდნენ ამ ბავშვებს, ის ცოდნები, რასაც გადასცემდნენ, თქვა რაღაცა თარიღებს უტენიან თავში თუ რაღაცა, არავის არაფერი შეღარ ჭირდება, იმიტომ რომ ხანდახან ვამბობ, რომ თანამედროვე ბავშვებს ინფორმაცია აქვთ თითებში. ხო, აი უცებ მოძებნი და ამ აქ თავარი არის არა ის, რომ ინფორმაცია მიიღო, არამედ თავარი არის, რომ ეს ინფორმაცია როგორ გამოიყენო შენ და როგორ მოირგე, როგორ არის და ეს ცოდნის მიღების პროცესი არის რაღაცა ასაცმოს რომ შეგიკერავენ და ყველა გიზახს უი რა კაი არა კაი და შენ ვერ ვცნობ თავს შეგნით კარგად ხო აი ცოდნის პროცესი არის ეს რომ ეს ცოდნა უნდა მოირგო უნდა გაიშინაარსო და სამყაროსთან ხიდები უნდა გაგაფრთხილოს და ეს არის ურთულესი ფსიქოსოციალური პროცესი ინტელექტუალური ფსიქოლოგიური და სოციალური პროცესი და ეს ყველაფერი თუ მასწავლებელს გააზრებული არ აქვს იმას ნუ რა არის განათლების თავარი მიზანი ცოდნის მიცემა თუ აზროვნების განვითარების ხელშეწყობა ცალსახად აზროვნების განვითარება იმიტომ რომ აზროვნების და შემოქმედებითობის კრეატივის აი შემოქმედებითობა ეს არის ის სხივი რომელიც რა ვიცი უზენაესმა ჩადო ადამიანში ხო მას ვერანაირი მანქანა ვერ ჩაანაცვლებს ვერასოდეს ვერც ერთ ეპოქაში შეიძლება მანქანას დაუმონტაჟონ ხელოვნურ ინტელექტს იქ ხმოს ორგანოები ემოციების რაღაცის სენსორები ისე შეიმუშავონ რომ ემოციების შეგრძნების ან მისი იმიტირების უნარი ქონდეს მაგრამ შემოქმედებითად ერთ-ერთი მანქანა შემოქმედებითობას ვერ შეძლებს და ეს არის ანუ აზროვნების განვითარება იმიტომ რომ ადამიანმა უნდა რაღაცა შექმნას თავის სამყარო უნდა შექმნას და უნდა შეცვალოს სამყარო რომელშიც არის ეხლა საკვირაო სკოლაზე გადავიდე და ერთი კითხვა მაქვს იმიტომ რომ დროში ვარ შეზღუდული და TikTok-ში ხარ აქტიური ძალიან საკვირაო სკოლაში და ძალიან მაგარაღაცებს აკეთებს და ბევრი მაქვს არ ვიცი ხო რაღაცა ანუ საინტერესოა რუსმენ რასაც ის გქონდათ კიდე ჩვენ ყველა სოციალურ ქსელში ვართ კი Facebook, Instagram-ი ყველგან ვართ კი ყველა რაც არსებობს YouTube არხიც გვაქვს ლანიანთის საკვირაო სკოლა ასე YouTube არხიც არის
ესეც გვაქვს. მოკლედ ვთქვათ მასში საკვირაო სკოლაზე, ანუ რა ახლა ჩანხარ შენ? კი, ჩანვარ. რას ფიქრობ საკვირაო სკოლებზე საჭირო თუ არა დამატებითი სივრცე ბავშვებისთვის, სადაც სწავლა უფრო თავისუფალი და ინტერესმორგებული იქნება. ეს თავისთავად გამოვიდა საკვირაო სკოლების არაფორმალური განათლების კერების ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა ეს იმიტომ რომ სწორედ სკოლა რო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ამიტომ გაჩნდა ეს ასე ვთქვათ შიმშილი ამ თავისუფლებაზე ანუ თავისუფალ გარემოში ცოდნის მიღებაზე მე პირადად მგონია რომ სკოლა შეუძლია რომ ესეც შეითავსოს და ეს ყველაფერი გააკეთოს სამწუხაროდ აი ზუსტად იმის ეს გამო ეს არაფორმალური ცენტრები უფრო თავისუფალი ვართ იმითი რომ არავინ არ გვარეგულირებს აქ მშობელი მოდის ჩემთან და მანდობს შვილს ხო აქ არა ჩემსა და მშობელს შორის აქ სახელმწიფო არ დგას და სკოლაში ჩემსა და მშობელს შორის სახელმწიფო დგას და აი ამაში არის განსხვავება და ამიტომაც არის თავისუფლების უფრო დიდი ხარისხი არის ამიტომაც არის რომ შედეგები უფრო ეფექტური არის და თქო შორის მე მეუბნებიან ხოლმე სკოლის მასწავლებლები პირად საუბრებში რომ აი თქვენ საკვირაო სკოლაში მიცდადეთ ჩვენ იმ ბავშვებს ვქორწინებთ იმიტომ რომ სხვანაირად აზროვნებენ და მათ მოწონთ იმიტომ რომ ის ბავშვები ვინც ასეთ გარემოში იღებენ განათლებას ის ბავშვები ახერხებენ იმას რომ სკოლაშიც აუმჯობესებენ შედეგებს ეს ყველა კვლევა გვიჩვენა ყოველი წლის ბოლოს კვლევებს ვატარებთ ხოლმე ჩვენი მოსწავლეების შედეგებს და ასეთი შედეგები და ვდებთ ხოლმე მე ამ კვლევებს რომ ჩვენი მშობლები გვაფასებენ უკეთესი შედეგები ძალიან დიდი მადლობა ბევრი რამე გვაქვს მოსაყოლე საკვირაო სკოლაზე მე სამწუხაროდ დროში ვარ შეზღუდული და დროშ ვიხალთებ და მიულოცავ ბავშვებს სკოლის პირველ დღეს 15 სექტემბერია დღეს და მე არ მიყვარდა არა ჯინდეს რომ მოელოცა მეწყიდა ხოდა და არ ვიცი იმედი მაქვს რომ ჩვენ ბავშვებს გავხარდებათ ეს დღე და ბედნიერები წავლენ სკოლაში შეგეხსენებთ რომ ეს იყო სოციუმის არხი YouTube-ზე ფილოსოფოსი და საკვირაო სკოლის დამფუძნებელი ქალბატონი ლალი ანთიძე დიდი მადლობა და მე ვისურვებ რომ სკოლის დაწყების დღე ყველასთვის იყოს საზეიმო მასწავლებლისთვისაც მოსწავლისთვისაც და ზოგადად საზოგადოებისთვის მოლო შაბათამდე დაგვრჩდებით